გოცირიძეების გარშემო გაერთიანებულები არიან ის ადამიანები. ძალიან კარგად მინდა რომ ყურადღება მიაქციონ ამ ადამიანების ასაკს საერთოდ. ვინ არიან? უნივერსიტეტი რა იყო ადრე და რას წარმოადგენს ახლა ამჟამად. უნივერსიტეტი საერთოდ საზოგადოებაში უკვე ეს დავას აღარ იწვევს საერთოდ ასეთ სხვაობას. ეს უნივერსიტეტი საერთოდ ჭაობად არის შეფასებული. ჭაობია ეს უნივერსიტეტი. უმძიმესი სიტუაცია, საერთოდ რას ასწავლიან, როგორ ასწავლიან. აქ აქცენტი არ კეთდება საერთოდ აი საგამანათლებლო კუთხით. და ეს ადამიანები, რომლებიც შეიქმნენ ჩემს წინააღმდეგ, ეს უნდა იქნას გამოძიებული, ვინ არიან, რა კატეგორიის ხალხი არიან. როგორ შეიძლება 90 წლის ადამიანმა, 75 წლის ადამიანმა, მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ 70 წლის ადამიანმა არასოდეს ხმა არ ამოუღიათ, არასოდეს უსამართლობის წინააღმდეგ. ვინ არიან ესენი და რატო უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა ჩემი ბედი? იმიტომ რომ გიორგი გოცირიძე თქვენ ამბობთ რომ შეკრულები არიან ისინი ერთმანეთთან თქვენს წინააღმდეგ გაერთიანებული. ამისი მიზეზი რა არის? ამისი მიზეზი პირდაპირ ეს არის გიორგი გოცირიძის დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები. რატომ უნდა გიორგი გოცირიძეს გიორგი გოცირიძეს იმიტომ უნდა რომ მე ამ ადამიანს ერთ-ერთი ყალბი დიპლომის ასლი მე დავუდე Facebook-ზე. აი მას მერე გააქტიურდა მას მერე რაც თავისი ძმა პაატა გოცირიძე მოიყვანეს ადმინისტრაციის თანამდებობაზე. მე ვეკუთვნი ადმინისტრაციას და მას აქვს სრული უფლება რამოდენიმეჯერ ეთიკის კომიტეტში გასვლის საბაბით, ამის საფუძველზე ამ ადამიანმა თავისუფლად გამათავისუფლოს სამსახურიდან. ეს ადამიანი მე დარწმუნებულად გამოიყენებს თავის უფლებას. ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიზანმიმართულად მართული პროცესებია. ამ ოჯახისგან დავალებით, ამ ოჯახის ინტერესებში შედის. მე ამ ადამიანს დავუდე ფილმი, სადაც ვამხილე ერთგულებას ეფიცება ედუარდ შევარდნაძეს და ამის მერე განსაკუთრებულად დაისვა საკითხი, ასე რომ პრინციპულად უნდა გამიყვანონ აქედან. რომ მე ამათ ხელს უშლი თავიანთი მიზნების მიღწევაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პოლიტიკურ შეხედულებას მის თანამდებობაზე მუშაობისას? თქვენ თქვით რომ ერთგულებას ეფიცება შევარდნაძეს, მე რაღაც თქვათ სხვაგან იყო, მე სხვაგან. ეს ადამიანი ამის ის რომ შევარდნაძეს ერთგულებას ეფიცება, თქვათ ეს დანაშაულია? არა, დანაშაული როგორ არ არის, იმიტომ რომ შევარდნაძე ვინ იყო, ხო? თქვათ. ვინ იყო? ის იყო ერთი დანაშაულებრივი ხუნტა მოხდა კანონიერი ხელისუფლების დამხობა, ხო, საქართველოში ეს ყველამ ვიცით. ეს ერთი დანაშაულებრივი ხუნტა, რომელიც მოქმედებდა ქართველი ერის წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ. როგორ შეიძლება ადამიანი, აი დავაკვირდეთ, აი როგორი ბიოგრაფია აქვს ამ ადამიანს. ეს არის გიორგი გოცირიძე, ყოფილი კომკავშირელი. 89 წელს მე მინდა რომ ეს ფაქტი დააფიქსიროთ. 89 წელს, როდესაც საქართველოში მოხდა 9 აპრილი და ფაქტიურად უნდა განთავისუფლებულიყო საქართველო, ხო, თავის აზროვნებას გულისხმობ, ხო, ამ ბოლშევიკური აზროვნებიდან. 92 წელს ეს კაცი ლენინურ სტიპენდიას იღებს აქ. ამათი გამოზრდილია ეს. შემდეგ უკვე გიგა ბოკერიასთან ეს თავისუფლების ინსტიტუტთან არიან ეს ორივე ძმები დაკავშირებულები. მერე უკვე ეს ადამიანები ახალ მემარჯვენეებშიც იმყოფებოდა. მერე მოქალაქეთა კავშირში იმყოფებოდა, მერე ნაცმოძრაობაში შევიდა. ეხლა ქართულ ოცნებში როგორ შეიძლება ადამიანი პატიოსანი ადამიანი ესე პარტიიდან პარტიაში ესე მოძრაობდა სასმისივით გადაეცემოდა ხელიდან ხელში. ეს ხო წარმოუდგენელია, ხო? და ამ ადამიანს დღესაც უნდა რომ ქართულ ოცნებაშია შესული და მოვიდეს ეს ყველაფერი დაივიწყოს თავისი წარსული, აღარავინ გაახსენოს ეს წარსული და მოვიდეს. და 8 წელიწადი მართა ეს უნივერსიტეტი და დღესაც ასე მართავს ჩვეულებრივ და თავისი მომხრეები ყავდეს აქ და ერთი გუნდი იყო. თუ ეს უნივერსიტეტი არის უნივერსიტეტი, ამან უნდა დაიბრუნოს თავისი სტატუსი. ეს უნდა იყოს საგამანათლებლო, სამეცნიერო სივრცე. ქალბატონი მარინა, იმ შემთხვევაში თუ მაინც მოხდა თქვენი განთავისუფლება, თქვენ მიმართავთ თუ არა სასამართლოს გაასაჩივრებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას? აუცილებლად მიმართავ, იმიტომ რომ აქ არ მარტო ჩემი განთავისუფლება არა, აქ ყველა ადამიანის განთავისუფლება, აქ გაანთავისუფლეს კოტე თეგერაშვილი. პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა მისი განთავისუფლება, მისი საქმე დღესაც სასამართლოშია. აქ დევნა მიდის იმ ადამიანებზე, რომლებიც ამათ ინტერესში, ამათი მომხრეები არ არიან, ესე იგი, მოკლედ ესე მარტივად გასაკითხი, არ ხარ ამათი მომხრე, აქ არავის არ ჭირდები, ამოიღებ ხმას უსამართლობის წინააღმდეგ, ეგრევე გაგიშვებენ სამსახურიდან. 2008 წელი იყო ალბათ თუ 9 წელი არ მახსოვს, ქალბატონი მარინა, რომელიც იყო დაახლოებით ჩემი დროის სტუდენტი და მეზობელიც პრაქტიკულად და ურთიერთობა ჰქონდა ძალიან ნორმალური. მოვიდა ჩემთან და მითხრა, სამსახურში უნდა მიმიღო პროფესორადო.
მე ვთხარი, მარინა ჯერ ესეთი შინაურული საუბარი ქონდა, რომ არა, ნუ ეს არ გამოვა, იმიტომ რომ აქ არის საუბარი უკვე კონკურსით ხდება დაკავება თანამდებობებზე. არა, რა კონკურსი, მე კონკურსი არ მეხებაო. მე 94 თუ 93 წელს ბორჩაშვილმა და ჩიკაძემ გამაგზავნესო მიზნობრივ ასპირანტურაში, ლიტერატურის ინსტიტუტში და იმისი თუ უნივერსიტეტში თუ სადღაც და ამისი დამთავრების შემდეგ მე უნდა მუზრუნველყოთ სამსახური. თუმცა ეს ეგრე აღარ ხდება, ეს წინა საუკუნეში დამთავრდა. წესი არის ახალი. აკადემიურ თანამდებობებზე, ლექციებზე შემოდის კონკურსის გზით ადამიანი. ეს კონკურსი ჩატარდება 2009-ში ალბათ მეთქი. მიიღე ამ კონკურსში მონაწილეობა, გამარჯვების შემთხვევაში იმუშავე ახლა სტატიებზე, გამარჯვების შემთხვევაში შენ წინ ვინ აგიდგება და მოდი. ასე დამთავრდა ეს ჩვენი საუბარი. შემდეგ ამას მოხდა მისი და მისი დედის ვიზიტი ჩემთან სახლში, თურმე უჩემოდ. და ჩემი ოჯახის წევრების გამოყვანა მდგომარეობიდან, როცა აუხსნეს, რომ არ შეიძლება ამისთან რაღაცის გაკეთება. და ამის შემდეგ იწყება თურმე რაც იწყება, რომ თურმე მე ვხდები მიუღებელი ყველანაირად და მომენტს არ უშვებს, რომ ის არ დამოპირისპირდეს მე ჩემი ოჯახის წევრს და იქ რაღაცა კლანური მმართველობა და ასე შემდეგ. რომელ კლანურ მმართველობაზეა საუბარი? უმაღლეს სასწავლებელში კლანური მმართველობა არ შეიძლება იყოს ეს, იმიტომ რომ უმაღლესი სასწავლებელი ეს არის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, სადაც ადამიანი თავისი გონებრივი შესაძლებლობებით იკავებს, რასაც იკავებს. თანამდებობას და შესაბამისად ის პროექტები, რომელზეც ის მუშაობს, ეს მისი გონების მოღვაწეობის შედეგია და არა დანიშვნით ადამიანისადმი. აი ეს არის ძალიან მარტივი და შემდეგ ის რასაც თქვათ იგივე შევარდნაძის დროინის არჩევნებთან და შევარდნაძის პერიოდთან დაკავშირებით. ძალიან კარგია თქვენ მოусმინეთ, დაინტერესებული ადამიანი მოусმენს, რას ამბობს გოცირიძე იმ შეხვედრაზე. რომ გოცირიძე ამბობს თუ შევარდნაძე გახდება 2000 წელია თუ აღარ მახსოვს რომელი წელი პრეზიდენტად კი აირჩევენ, მაგრამ თუ შევარდნაძემ არ დაიწყო ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება, ის შემდგომი 5 თუ 4 წელიწადი დაემსგავსება იმ პერიოდს, რომელიც გამოვიარეთ მეთქი ჩვენ. მიხვდით ხო? რაზე აქ საუბარი? მხოლოდ ეს თქვა გოცირიძე. რაც შეეხება ახლა კალდიპლომებს, უნივერსიტეტში დასაქმებული ადამიანი, რომელსაც რაღაცნაირი შეხება მაინც აქვს უნივერსიტეტთან, ასეთ შეცდომას თუ არა მიზანმიმართულ დანაშაულს არ უნდა ამბობდეს. იმიტომ რომ უნივერსიტეტში სტუდენტი სწავლობს და გადის მთელ რიგ აქტივობებს. დაახლოებით 150 ადამიანის ხელში გადის უნივერსიტეტის სტუდენტი, სანამ საბოლოოდ რექტორამდე მოვა ხელმოსაწერი. უნივერსიტეტის სტუდენტს აწერს გადაწყვეტილებას ხარისხის მინიჭების შესახებ, ფაკულტეტის საბჭო ღებულობს და ბოლოს რექტორი მაშინ იქნება დასაჭერი, თუ არ მოაწერს ხელს ამდენი ადამიანის დამოწმებულ დოკუმენტს. თუმცა ყალბი დიპლომი ალბათ ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი მომხდარიყო ამ პროცესების გვერდისავლით? ეს ამისთვის არსებობს სპეციალური ორგანოები, ხო? და ამ ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მან არანაირ რამდენადაც ცნობილია და მე ეს ვიცი, რომ გიაგოცირიძეს არანაირი ყალბი სასაცილოა, რომ გიაგოცირიძეს რაიმე ყალბი დიპლომი გაეცა. ეს ბუნებაში არ არსებობს ამისთან რაღაც. შესაბამისად მეორე მომენტია. მაგრამ ეს არის ყველაფერი მიზანმიმართული იმის გულისთვის, რომ ასეთმა ოდიოზურმა პიროვნებებმა, რომელსაც არ აქვს თავიანთი გონებრივი შესაძლებლობებით დაიკავონ თანამდებობა და ჯანსაღ კონკურენციაში იცხოვრონ და იმოღვაწეონ, ცდილობენ ადამიანების ჩამოშორება. ახლა როგორ მოხდა 2000 ძალიან მარტივად 2010-ში არა, როდის 2013 წელს იმ დროს, როდესაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანებმა კონკურსის გზით უნდა დაიკავონ თანამდებობა, მათ შორის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი არსებობს, უნივერსიტეტს ავალდებულებს ეს იყოს, აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესია, ამ წესების გვერდის ავლით უკანონოდ რექტორმა მიიღო სამსახურში იმის გულისთვის, რომ გიაგოცირიძის კლანი ბრჭყალებში მუდმივად ყოფილიყო სულხანიშვილის მხრიდან მოხსენიების ობიექტი.